მაკა, დავით, თქვენ ხართ სცენის მეგობრები. მე სპეციალურად მოგიწვიეთ ადამიანები, რომლებიც 41 წელი ერთად ცხოვრობენ და თქვენ სცენის მეგობრები, ახალი დამეგობრებულები ხართ. რა არის ის, რაც ჩვენ გვაკავშირებს ერთმანეთთან? აი, გავიცანით ვიღაცა, დაუმეგობრით, დაუახლოვდით, შეგვიყვარდა და გავაგრძელეთ ურთიერთობა. თქვენთან რა იყო, რა მოხდა? იცი რა მოხდა, მოკლედ მეგობრები ასე მაგას დიდი ხანია ვიცნობ და აეწყო ეს ბოლო 3 წელია, იმიტომ რომ პირველ რიგში უცებ ესე მოხდა, რომ ნიკოლოზ ჰაინეშველიძე მაინც ორი გვარი აქვს და ორივე გვარს ვიტყვი. გადაწყვიტა რომ ჩვენ დავეკავებინეთ სპექტაკლში, აღმოჩნდით ერთად სპექტაკლში. შემდეგ დაიწყო რომ ამ სპექტაკლს მოყვა მეორე სპექტაკლი. მეორეს მოყვა, ეხლა დაიწყებული მაქვს რეპეტიცია მესამე სპექტაკლის. პარალელურად აქ მოყვა კიდე რაღაც საღამოების, ასე ვთქვათ, ერთად წაყვანა, იქ აღდა სტუდენტები, ბავშვები და უკვე ამ 3 წელიწადში ძალიან, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა ეს ჩვენი პროფესიული მეგობრული ურთიერთობა. და მე ხო ვიცით ახლა ყოველდღიური ურთიერთობა ადამიანთან რო გაქვს, უკვე იცი იცნობ, გავიცანი კარგად ოჯახის წევრები, მისი შვილი, ფანტასტიკური დედა და ასე შემდეგ და რა ვიცი, ადამიანი მე რო ესე კარგად არ იცნობთ, მაგრამ ხედავ რომ ნიჭიერი ადამიანია, რაღაცა, ყველას უჩნდება სული რომ რაღაც მომენტში რომ ითამაშო მასთან ერთად, გამოხვიდე რაღაცა და აი ეს რაღაცნაირად ესე აეწყო ამაზად, ჩემი აზრით მიდის ესე ამაზად, კარგად, უგებთ ერთმანეთს. თავარია კომფორტული პარტნიორები, ხო იცით არის ეს გამოთქმაც. კომფორტულად გრძნობ მე მასთან თავს სცენაზე, ხო და რა ვიცი, ეს ერთი და სხვა, მაგრამ კიდე თუ იქნება ბევრი, ხო კაი და ხო კაი რა. დიდი ბოდიშის მოხდით, ეხლა ისე ყვებოდა, რომ მარჩელო მასტორენი და სოფი ლორენი გამახსენდა. შესაძლოა. მეტი რა ვქნა. აი მეტი აღარაფერი აღარ უნდა ქნა. დამთავრდა გადაცემა. დამთავრდა ყველაფერი. ხო იცი?